ცოტა უნერვიულობ იმდენი ხანია ვიდეო არ ჩამიწერი. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს YouTube არხზე და მოგესალმებით ახალ ვიდეოში. მაპატიეთ ამ ხელშუალედი ვიდეოების შორის, როგორც ისიც დავბრუნდით საქართველოში, შესაბამისად ცოტა დრო მჭირდებოდა ადაპტაციისთვის. თუმცა ჩემს არხს უკვე 1000 გამომწერი ყავს და ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან მიხარია. უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც ჩემი ვიდეო ჩაურთავს, ასევე რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი. რამდენიმე თქვენგანმა მომწერა კიდეც Instagram-ზე და ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის, რომ დაინტერესდით სად ვიყავი, რას ვაკეთებდი და რატომ არ ვჩანდი YouTube-ზე. და მათ ვუთხარი კიდეც, რომ ცოტა კრეატიული კრიზისიც მქონდა, იმიტომ რომ ვერ ვფიქრობდი რა შეიძლება გადამეღო საქართველოში უკვე, რადგან ძირითადი ნაწილი ჩემი ვიდეოების იყო ხოლმე ვლოგი ამერიკაში ცხოვრებასთან დაკავშირებით. და ამიტომ თუ ვინმეს რაიმე იდეა გაქვთ, რა გაგიხარდებოდათ ჩემგან და რის იყურება გესიამოვნებოდათ ჩემს არხზე, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. ეს დავბრუნდი ახალი სეგმენტით, ესე ვთქვათ, რა დევს ჩემს ჩანთაში. და ასევე მინდა რომ განახოთ ჩემი ჩანთების კოლექცია. ზოგადად უფრო მეტად აქსესუარებს შორის ფეხსაცმელები მიყვარს და ალბათ შეამჩნევდით კიდეც ჩემი გარდერობიდან. თუმცა ჩანთებიც საკმაოდ ბევრი მაქვს და დღეს ვიფიქრე რომ გაჩვენებდით ჩემს ჩანთებს. ძირითადი ნაწილი, ესე ვთქვათ, ჩემი ჩანთების არის საკმაოდ ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ მენანება ხოლმე ცოტა ბრენდული ჩანთების შეძენა. და ჩანთა, რომელსაც დღეს აგათვალიერებინებთ, არის ეს, რომელიც არის Parfuisიდან და მაჩუკის დაბადების დღეზე, რომლის ვიდეოც შეგიძლიათ ნახოთ აქ. ეს ჩანთა მეკეთა გუშინ, იმიტომ რომ ჩემს აუთფიტს განსაკუთრებით ეს ჩანთა უხდებოდა და შესაბამისად დღეს გადავწყვიტე რომ სწორედ ამ ჩანთიდან განახოთ მოკლედ რა ნივთები მაქვს ხოლმე ძირითადად ჩემს ყოველდღიურ ხელჩანთაში. არ ჩამიხედია წინასწარ. ეხლა განახებთ რა დევს ჩემს ჩანთაში და შემდეგ უკვე გადავიდეთ ჩემი ჩანთების კოლექციაზე. მაგრამ სანამ დავიწყებთ, ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ და აკომენტაროთ ეს ვიდეო. და მე უკვე შეგვიძლია შევუდგეთ საქმეს. დავიწყოთ. პირველ რიგში ვიტყვი რომ ძალიან მომწონს ეს ჩანთა საშემოდგომოდ განსაკუთრებით. მომწონს რომ აქვს ყავისფერი ხეური და ასევე ეს ფერი შემოდგომაზე მგონი რომ ძალიან მომედია. აქვს 3 უჯრა ესეთი. თუმცა ამ გვერდებში არაფერი არ მიდევს რატომღაც და მხოლოდ ელვით შესაკრავ უჯრაში ჩავყარე ყველაფერი. ოკეი. დავიწყოთ. პირველი არის სათვალის შესაძლებელი. ეს სათვალე მაჩუკა დეიდა ჩემმა უნივერსიტეტის დასრულებასთან დაკავშირებით. არის რეიბანი და ძალიან მომწონს. და რა თქმა უნდა ოქროსფერი კანტი, იმიტომ რომ ყველანაირი სამკაული ოქროსფერი მიკეთია ხოლმე ძირითადად. ვიცი რომ დეიდა ჩემი უყურებს ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ყოველთვის უყურებს ხოლმე ჩემ ვიდეოს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და მიყვარხარ. Okay, next. საფულე. ზოგადად, როცა პატარა ჩანთამი მაქვს ხოლმე საფულეს, საერთოდ არ ვიყენებ უბრალოდ, რადგან ამ ჩანთაში ეტევა საკმაოდ მარტივად. ეს არის ჩემი საფულე, რასაც ხმარობ ხოლმე ძირითადად, არის Victoria's Secret-ის და არის ცხოველის პრინტის და მაქვს ალბათ ერთი 10 წელია, როგორც მინიმუმ, თუ მეტი არა. ზოგადად Victoria's Secret-ი ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ვგიჟდებოდი და ძალიან მიყვარდა შოუების ყურება და შარშან განაახლეს მოკლედ ეს შოუები, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი საერთო არ ქონდა ძველ Victoria's Secret-თან, მაინც რაღაცნაირად სახალისო იყო. და ასევე ქართველი მოდელი გამოდიოდა მატილდა, რაც რა თქმა უნდა ძალიან საამაყოა და წელსაც იქნება და იმედია წელს უკეთესი იქნება ვიდრე შარშან. მოკლედ ეს Victoria's Secret-ის საფულე არ მახსოვს სად ვიყიდე და არ მახსოვს როდის ვიყიდე. წარმოდგენა არ მაქვს ოღონდ მართლა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში სადაც ჩავდიოდი ხოლმე და ყველა აეროპორტში Victoria's Secret-ის მაღაზიას ვეძებდი მთელი ახალგაზრდობა და ბავშვობა და მოკლედ ძალიან მიყვარს ეს ბრენდი. ესეთი უცნაური ჩასადებები აქვს, არ იხსნება ბოლომდე.
თუმცა მარტივი არის მოსახმარად და თან რაც თავარია პატარა არის და დიდ ადგილს არ იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ პატარა ჩანთებში მაინც არ ეტევა. შემდეგი არის კლიბი, რომელიც გლამურიდან წამოვიღე, როცა ბრჭყილები გავიკეთე რამდენიმე დღის წინ. შემდეგი აჰავას ხელის დამატენიანებელი, რაც აცივი და შედარებით უფრო მარტივად, ასე ვთქვათ, მიშრება ხელის და ზოგადად კანი და შესაბამისად ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც პატარა დამატენიანებელი ყოველთვის მედოს ჩანთაში და ძალიან კაი სუნი აქვს ამ კრემს. Spring Blossom piła. შემდეგი კეტონალდუ არსად არ დავდივარ გამაყუჩებლის გარეშე. ამერიკაში რომ მივფრინავდი ბოლოს ზამთარში დამავიწყდა გამაყუჩებლის ჩადება ჩანთაში და კბილი ამტკივდა ისე საშინლად თვითფრინავში რომ მეგონა რომ ცუდად გავხდებოდი გული წამევიდა და საბედნიეროდ ჩემს გვერდზე ვინც იჯდა იმ ხაბატორმა ნუროფენი მომცა თუმცა მაგის მერე განსაკუთრებით არსად არ დავდივარ გამაყუჩებლის გარეშე და კეტონალდუ არის ჩემი ესე ვთქვათ go to გამაყუჩებელი. შემდეგი არის ესეთი პატარა სუნამო, ეს არის ლიბრე. ესეც იყო დაბადების დღის საჩუქარი პომადასთან ერთად. გიჟდები. ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი სუნამო არის. წინ ვიდეოში ციგივს ვამბობ, მაგრამ ეხაც გავიმეორებ. ძალიან კარგი სუნი აქვს და ესეთი პატარა ძალიან კომფორტულია ჩანთაში ჩასაგდებად. გასაღები და ძალიან მიყვარს ეს. პარიზში ვიყიდეთ მედენი გარს ვიყავით პარიზში ვალენტინობაზე. შემდეგი არის საღიჭი რეზინი ორბიტი. ჩემი საყვარელი არის bubblegum გემოთი, თუმცა არ იყო და არის საზამთრო. მის ამაგრი, რა თქმა უნდა, ყოველთვის და ყველგან. ეხლა მივხვდი, რომ არ მიჩვენებია თქვენთვის ჩემი ახალი ვარცხნილობა. მედია მოგწონთ, ცოტა მომენატრა გრძელი თმა, მაგრამ ზოგადად ძალიან მალე მეზრდება და წესით გადავიტან ამ მონატრებას და თან მომწონს საკმაოდ. ოკეი, შემდეგი ნიქსის ტუჩსაცხი, ზოგადად ტუჩის პროდუქტები ალბათ ძალიან ბევრი მიგდია ამ ჩანთაში, იმიტომ რომ მოვიწყდება ხოლმე. ეს არის რომი, ესეთი ფერი. ყველა ვიდეოში მე მგონი ამას ვიყენებ, რაც მაკიაჟის ვიდეო მაქვს YouTube-ზე ატვირთული. შემდეგი არის Rhodes lip tint-ი, რომელიც არის რომელფერში? Raspberry jelly. შემდეგი ტუჩის პროდუქტი არის Eveline-ის ტუჩის ბალზამი, შოკოლადის გემოთი. ეს ტუჩის დამატენიანებელი არის საუკეთესო, რაც ცხოვრებაში ოდესმე მიცდია და ძალიან ბევრი მიცდია, იმიტომ რომ ძალიან მიშრება ხოლმე ტუჩები და ზოგადად მშრალი კანიც მაქვს და შესაბამისად საკმაოდ ხშირად ვყიდულობ ხოლმე ახალ პროდუქტებს. მიცდია ძალიან ბევრი ბრენდის დამატენიანებელი, ასევე აფიექშიაც იყიდება ისეთი დამატენიანებლებიც, თუმცა ესეთი მართლა არც ერთი არ არის. არგანის ზეთს შეიცავს. აქვს ასევე SPF-ი, რომელიც ძალიან საჭირო არის და ხშირად გავუწყდება ხოლმე და ძალიან კარგი სურნელი აქვს ამასთან ერთად. ეს კონკრეტულად არის შოკოლადის, თუმცა ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი გემოთი არის, მათ შორის ვანილის, ალუბლის, მარწყვის და ასე შემდეგ და მართლა საუკეთესოდ მუშაობს, ამიტომ აუცილებლად სცადეთ. მე სუფთა სახლში ვიყიდულობ ხოლმე, თუმცა ალბათ სხვა მაღაზიებში იყიდება. შემდეგი არის Elf-ის sunscreen-ი. ვიტყვის იმართვეს და ძალიან ხშირად მოვიწყდება ხოლმე sunscreen-ის SPF-ის წასმა და როცა შედარებით უფრო ისეთ მზეში მოვხვდები ხოლმე, მაშინ მაგისთვის მაინც მიდევს ხოლმე ჩანთაში. ეს არის თან პრაიმერი, არის 30 SPF-ი და არის შეფერილი. ოდნავ ბოლო პროდუქტი არის ტუჩის კონტური, რომელიც ახლა მისია. BV Beauty-ს არის და ფერი არის For Flora.
ეს პროდუქტიც ხშირად მიხსენებია ჩემი მაკიაჟის ვიდეოებში, შესაბამისად ჯერჯერობით არის ყველაზე, ასე ვთქვათ, პოპულარული lip liner-ი ჩემს მაკიაჟში. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ჩანთების კოლექციაზე. იმედია მოგეწონათ პირველი სეგმენტი ამ ვიდეოში. ძალიან სახალისო არის. უფრო დიდი ჩანთა რომ მქონდეს, ალბათ უფრო სახალისო იქნებოდა, იმიტომ რომ ყველაფერს ჩანთაში ვყრი ხოლმე, თუმცა ძირითადად არ მეტევა. ოკეი, გადავიდეთ ჩანთებზე. ორი გაყოფილება არის ჩემს გარდერობში ჩანთებისთვის და დავიწყებ აქედან. ეს არის ჩემი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ჩანთა, არის Full Lasting, რომელიც შევიძინე პარიზში, Outlet-ში და თუ სწორად მახსოვს, გადავიხადე 100 €. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. არის ულამაზესი, ყველაფერს უხდება, არის ოქროსფერი. ალბათ 3-4 წელი მაინც არის, რაც მაქვს. იმდენად ხშირად ვიყენებ, რომ ცოტა გავაფუჭე და ამიტომაც არ მიყვარს ხოლმე დიდი თანხის გადახდა ჩანთაში, მაგრამ არ აღუშავს. და ეხლა აღმოვაჩინე, რომ ამ ჩანთაში საკმაოდ ბევრი რაღაცა მიდევს. მათ შორის ჩემი ჟივანშის პომადა, რომელსაც გიჟდები. შემდეგი არის Kate Spade. ეს ჩანთა შევიძინე ამერიკაში, ნიუ-იორკის Outlet-ში. ვიდეოსაც აქ დავურთავ. არ მახსოვს ამ ვიდეოში შევიძინე თუ არა, თუმცა ამ Outlet-ს დაგათვალიერებინებთ მაინც. ძალიან მომწონს, ასევე მოყვა თავისივე გრძელი სახელური. ესეთი, რომელიც მოხსენ, იმიტომ რომ არ მეყვარს ძალიან გრძელი სახელურები და ესე მიშოვნია ხოლმე. დარება. შემდეგი არის ჩანთა, რომელიც მთელი ზაფხული გამოვიყენე. არ გამიგდია ხელიდან. შევიძინე Primark-ში, Miami-ში როცა მივედიოდი, მაშინ, იმიტომ რომ ზღვაზე, ესე ვთქვათ, სატარებლად გამომეყენებინა, თუმცა ზღვის გარეთაც საკმაოდ ხშირად ვიყენებდი. უზარმაზარი არის, ძალიან ბევრი რამე ეტევა და ასევე ძალიან მომწონს ეს რაღაცა საზღვაო, რაც არ მომწონს, რა თქმა უნდა, არის ის, რომ Primark-ში შევიძინე და შესაბამისად ხარისხით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, სახელურები ცოტა გავფუჭდა, თუმცა ისეთი განსაკუთრებული არაფერი იმის კვალობაზე, რომ მივეცი $15. თუ სწორად მახსოვს. ახლა გადავიდეთ უკვე აქეთა სექციაზე. და მოკლედ მოდი ესე გავყვები. პირველი არის ესეთი ჩანთა ჭვიალა, რომელიც ძალიან მომწონს. ზოგადად როგორც ვთქვი, ყველაფერს ოქროსფერს ვიყენებ ხოლმე, აქსესუარებს და დიდად ვერცხლისფერი არ მიყვარს, თუმცა ეს ჩანთა შევიძინე ამ ბეღსაცმლისთვის. იმიტომ რომ საახალწლოდ მივიდიოდი რაღაც ივენტზე, სადაც მინდოდა რომ ეს ბეღსაცმელი ჩამეცვა და სხვა ვერანაირი ჩანთა მოკლედ ვერ მოვუხდინე იმ ლუქს. ბეღსაცმელი ისე მიყვარს, რომ სულ ერთია. ოქროსფერია თუ ვერცხლისფერი, საკმაოდ ხშირად ვიცმებ ხოლმე და ვიყენებ განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში, იმიტომ რომ ეს ჭყიალები მგონია ძალიან ხდება. ეს ჩანთაც შევიძინე Primark-ში. ამასაც მოყვა ესეთივე გრძელი სახელური, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ყოველდღიური ჩანთა, ზუსტად იგივენაირ ფორმაში არის, როგორც იყო, როცა შევიძინე, ანუ საერთოდ არ გაფუჭებულა. ცოტა შედარებით მყარი მასალა არის. და საკმაოდ ტევადი არის. უკეთ ესე გამოიყურება. ძალიან მომწონს. შემდეგი არის ესეთი ჩანთა, ესეთი ფორმა ძალიან მოდაში შემოვიდა. გარკვეული მოდელების გამო. ესე გამოიყურება. თუმცა ამასაც ვერცხლისფერი დეტალები აქვს და ყოველდღიურობაში ძირითადად არ ვიყენებ ხოლმე. შემდეგი არის ესეთი ლამაზი ჩანთა, რომელიც მაჩუქეს და საიდან არის არ მახსოვს. არქოისი ყოფილა. ძალიან მომწონს ფერების კომბინაცია. იცით ალბათ რომ წითელი ძალიან მიყვარს. და ერთი პატის პუნტელა ჩანთა არის, თუმცა რაც საჭირო არის ყველაფერი ეტევა ხოლმე ძირითადად და მაინც აქტიურად იყენებ. თუმცა ესეთი გრძელი სახელური აქვს მხოლოდ და
იცუდია, მაგრამ არა უშავს ესე გადაკიდებულად მიკეთია ხოლმე და საკმაოდ აუთფიტს ესე ვთქვათ უფრო ალამაზებს. გიჟდები ამ ჩემთვაზე, გიჟდები. ეს არის ბოსეროსი. მაჩუკა ჩემმა დედამთილმა თუ სწორად მახსოვს. და არის ულამაზესი, ძალიან მომწონს ფერი, სუსტად ჩემი თვალის ფერია. და ასევე ჩემი წვანე შარვალ კოსტუმი, რომელსაც პიჯაკი და შარვალი, რომელსაც შევიყენებ ხოლმე, იდეალური გამოდის ამ ჩანთასთან ერთად, მოკეთ ეს ლუკი. ესეთი უგრძელესი სახელური აქვს. თუმცა რაც ვაკეთებ ხოლმე არის ის, რომ ესე გადაჯვარედინებულად ვინახავ და ვამოკლებ. რაც ძალიან მომწონს, ასევე ესეც მიჭირავს ხოლმე კლაჩივით. და მოკლედ ძალიან ბევრნაირად შემიძლია რომ გამოვიყენო. პევადი არ არის, ვაღიარებ, საკმაოდ პატარა ადგილია. თუმცა, როცა აუთფიტს სჭირდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა. მაგას არ აქვს ხოლმე. შემდეგი არის ესეთი ჩანთა, რომელიც არის Charles & Kitty's. ეს ჩანთა მოვპარე დედაჩემს. იმიტომ რომ თვითონ ხოლმე დიდ ჩანთებს იყენებს ხოლმე. ესეთი სახელური აქვს. ძალიან მომწონს ზოგადად ესეთი ფორმის ჩანთები. Full-less ჩანთაც დაახლოებით იგივე ფორმის არის და მაგიტომაც ავარჩიე. ამაზია ძალიან. ასევე ეს ოქროსფერი დეტალები აქვს, ოქროსფერი ჯაჭვი აქვს. ესეც შეგიძლიათ რომ დაიჭიროთ და მოკლედაც. შემდეგი არის ეს ჩანთა, რომ გამოვიყენე ალბათ 1 წელი მაინც ყოველ დღე. ძალიან აქტიურად ვიყენებ ამ ჩანთას დღემდე, იმიტომ რომ არის ძალიან კომფორტული, თვითონ სიგრძე, ესე ვთქვათ, სახელურის არის უკომფორტულესი და ძალიან ლამაზად ჩანს, ესე ჩამოკიდებული. ამასაც მოყვა გრძელი სახელური, თუმცა არ გამომიყენები არც ერთხელ. არის ძალიან ტევადი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ალბათ იმიტომ რომ ძალიან გრძელია. და ყველაფერი საფულე დამტენი, პორტატული დამტენი, გასაღებები და ასე შემდეგ, ყველაფერი მეტევა იდეალურად. ჩემი kindlიც კი ჩამითია ამ ჩანთაში, როცა მოგზაურობ ხოლმე, იმდენად კომფორტულია. ეს ჩანთაც შევიძინე Primark-ში, რაც არ უნდა უცნაური იყოს. სხვა ჩანთებთან განსხვავებით, იმ ზაფხულის ჩანთისგან განსხვავებით, რომელიც ვახსენე, რომ არ იყო კარგი ხარისხი, ეს ბევრად კარგი ხარისხია, თვითონ ავის იმიტაციაც ბევრად უფრო რბილია და სასიამოვნო. დიდად არ გაფუჭებულა, სიმართლე რომ ვთქვა. რამდენიმე ადგილას არის ოდნავ ძაფი, ასე ვთქვათ. ამოვარდნილი, თუმცა იმის კვალობაზე, რომ თითქმის ყოველ დღე ვიყენებდი 1 წლის განმავლობაში, ნამდვილად ძალიან კარგი ფორმაშია. შემდეგი არის ესეთი საყვარელი პატარა ჩანთა, რომელიც არ მახსოვსაც შევიცინე, მაგრამ ესეც Primark-ში მიყიდია. ესე გამოიყურება, ამასაც აქვს გრძელი სახელური. ამ ჩანთაში არაფერი არ იდევა საერთოდ, გასაღები და პომადა ალბათ მხოლოდ და მეტი არაფერი. თუმცა ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აუთფიტიც მსგავსი ფერის არის. ეს ფერი ზოგადად ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი მაქვს ამ ტონალობაში, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში ძალიან აქტიურად ვიყენებ ხოლმე. და შემდეგი არის ეს ლამაზი კლაჩი, რომელიც ვიყიდე შარშან პარფოიში ქორწილისთვის. ძალიან მომწონს, უბრალოდ თვითონ ეს მატერია ისეთი არის, რომ ძალიან მარტივად იხაზება და ჩემი გრძელი ფრჩხილებით უკვე გავაფუჭე. თუმცა ძალიან ლამაზია და მგონია, რომ ყველას უნდა ქონდეს ერთ ესეთი გამოსასვლელი კლაჩი საკუთარ კოლექციაში. განdaხვეწილია, ფორმაც მომწონს. ესეთი ჩამკეტი აქვს. ძალიან ლამაზია, არაფერი არ იტევა ასევე ამ კლაჩით, თუმცა განსაკუთრებული არაფერი გჭირდებათ ეს შემთხვევაში. მოკლედ, ჯერჯერობით ერთხელ ან ორჯერ გამოვიყენე ალბათ. თავისი სახელური მოყვა. ესეთი ოქროსფერი ჯაჭვით. და შესაბამისად შეგიძლიათ ხარჯზეც გადაიკიდოთ. როგორც ხედავთ, ჩემი ჩანთების ძალიან დიდი ნაწილი არის Primark-იდან. თუმცა
ფიქრობ, რომ ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვუვლი ზოგადად ჩანთებს, გამართლებულია ეს მიდგომა, იმიტომ რომ არ გავაფუჭო შედარებით უფრო მაღალფასიანი ჩანთები. სულ ეს არის ჩემი ჩანთების კოლექცია. ძალიან დიდი მადლობა, რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს, იმედია მოგეწონათ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თუ რაიმე იდეები გაქვთ ჩემს კონტენტთან დაკავშირებით, რის ინახვა გაგიხარდებოდათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. ასევე არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. დიდი მადლობა და დროებით.